არის მორიგი რიგითი კლანური გადანაწილება, ერთი ხელიდან მეორე ხელში გადადის ახლა ძალაუფლება და ამ შემთხვევაში ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ანრიო ხანაშვილის ირგვლივ, რომელიც არის აღნიშნული პიროვნების კლასელი, მეჯვარე, ბავშვობის ძმაკაცი და სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ეს ცვლილება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ანრიო ხანაშვილმა გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად ჯერ საკუთარი კლასელი კონსტანტინე ბუზალაძე დანიშნა. შემდეგ გუბერნატორის პირველ მოადგილედ, როგორც ამბობენ ასევე თანაკლასელი მიხეილ ფავლენიშვილი, ჯერი მერიის დაქვემდებარებაში მყოფ აიპებზე მიდგა. შეიცვალა კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელიც. გიორგი ბარჯაძე არსებული ინფორმაციით ლექსო გორგაძემ ჩაანაცვლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გორგაძე აღნიშნულ აიპში მუშაობდა, თუმცა სამსახურში არ დადიოდა და თანამშრომლების უმრავლესობა მას არ იცნობდა. გორში საკადრო ცვლილებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ერთი კლანის მეორეთი ჩანაცვლებით ხსნიან. ის ხშირად ხდება ქართული ოცნების პირობებში კადრების ცვლა და ძველი კლანის ახალი ჩანაცვლება, ახლაც კობახიძის კლანი და მისი კადრით შეიცვლება ძველი კლანი და მისი კადრი დაიწყებს ხალხის ფულისა და ბიუჯეტის მითვისებას. საკადრო ცვლილებები ნორმალურ პირობებში შეიძლება გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირდებოდეს, მაგრამ ქართული ოცნების მმართველობის 13 წლიან პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ საკადრო ცვლილებები არაფერს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ როგორც წესი წინა საარჩევნოდ ხდება ხოლმე ეს ცვლილებები და ქართული ოცნება ცდილობს, რომ უფრო მეტად დასაყრდენი კადრები მოიძიოს მოსალოდნელი არჩევნების გაყალბებისათვის, როგორც ჩანს ახლაც ამისთვის ემზადება, მე არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გაგრძელდეს ეს ცვლილებები და გაგრძელდეს კიდევ უფრო მაღალ ეშელონებში, ასე ვთქვათ. საბოლოო ჯამში ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ როგორც წესი, ქართული ოცნების პირობებში განხორციელებული ცვლილებები არასოდეს არ არის ხალხის კეთილდღეობისაკენ მიმართული და მხოლოდ და მხოლოდ საჭიროებს აი ამ ცვლილებებს ქართული ოცნება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება. ცენტრალურ დონეზე დაწყებული საკადრო პოლიტიკა წმინდა გავრცელდა რეგიონებში, მათ შორის გორში, არც გორი არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში. როგორც ჩანს, კობახიძემ მის ქვეშ დაქვემდებარებული სუსის ადმინისტრაციის მეშვეობით დაიწყო საკუთარი ძალაუფლების გაცილებით უფრო მეტად გამტკიცება. ეს ემსახურება ორ რამეს. მათ შორის ერთი არის კობახიძის გაძლიერება და მეორეა არჩევნებზე ისევ კობახიძის ძლიერი შტოს მოსვლა. ამ შემთხვევაში ვინ დაინიშნება ამ აიპებში, ვინც კობახიძემ მოხსნა, არსებით მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოებისთვის. თავარია ამ შემთხვევაში შეიცვალოს ძირეული პოლიტიკა ქვეყანაში, რომ ის პრობლემები, ის საჭიროებები, რაც თითოეულ მოქალაქეს აქვს, ძირეულად შეიცვალოს უკეთესობისკენ. სხვანაირად ამ შემთხვევაში არ შეიცვლება, იმიტომ რომ ამ ყველაფრის სათავე ისევ და ისევ არის ბიძინა და კობახიძე. მივხვდით და უკვე დავინახეთ ბევრჯერ, რომ მოდის ერთი კლანი მოყავს თავისი წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, გორშიც არის კლანების დაპირისპირება. მოვიდა ერთი კლანი ჩაანაცვლა ისინი, ახლა მოდის სხვა კლანი და რა თქმა უნდა მათი ხალხით ანაცვლებენ. უბრალოდ ვიტყოდი იმას, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისევ ქართული ოცნება რჩება და ისევ გვექნება კლანური ბრძოლა და ქართველი ხალხისთვის და საქართველოში მაცხოვრებლებისთვის არავინ არაფერს გააკეთებს. საკითხთან დაკავშირებით თრიალეთი ქართული ოცნების წევრებს და გორის მერიას დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. არსებული ინფორმაციით საკადრო ცვლილებები სხვა აიპების ხელმძღვანელებსაც შეეხება.